კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი თბილისის სიმებიანი კვარტეტის წევრებს შეხვდა. ღონისძიებაზე გურამ ოდიშარიამ მუსიკალურ გუნდ იბერის მიერ 3 თვის წინ ჩატარებული ტურნე შეაფასა. როგორც ცნობილი გახდა, კვარტეტის წევრები საქართველოს 16 რეგიონზე წვიდნენ და კონცერტებთან ერთად სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო ლექციებიც ჩაატარეს. მუსიკალური ტურნე პროექტის საკვარტეტო მუსიკის პოპულარიზაცია საქართველოს რეგიონებში ფარგლებში განხორციელდა. რეგიონები ჩვენთვის არის პრიორიტეტი და მილიონჯერ გვითხოვს, რომ როდესაც ბნელდება რეგიონებში კულტურული ცხოვრება ფაქტურად არ არსებობს და ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ თბილისის სიმებიანი კვარტეტი, რომელმაც იმოგზაურა 16 რეგიონში საქართველოსი, კიდევ უფრო წარმომაჩინოთ ამ მიმართულებით და მოვილაპარაკეთ ერთ რამეზე, რომ ისინი აუცილებლად მომავალსაც გააგრძელებენ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა დღეს კულტურის მინისტრთან ბატონთან. ჩვენ გავიხილეთ რეგიონალურ კულტურის განვითარების პროექტი, რომელიც დაიწყო აპრილში. ჩვენი ანსამბლი სიმებიანი კვარტეტი ამ პროექტში მხოლოდ 3 მონაწილეობდა და ძალიან ნაყოფიერად. აქ მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი პროექტია და ზუსტად ბატონი გურამმა შემოგთავაზა ამ პროექტის გაგრძელება. იმდენად დიდი იყო დაინტერესება ყველა რეგიონში, იმდენად დიდი იყო დაინტერესება, რომ ჩვენ ვიხდით, რომ ეს პროექტი აუცილებელია.